დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ჯგუფი ლურჯი იალქანი სტუმრობდა. ახალგაზრდებმა სახლის ბენეფიციარებისთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი და ასევე ახალი სიმღერები შეასრულეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ლურჯი იალქანი ამღერდა. თავდაპირველად ახალგაზრდა შემსრულებლებმა ცენტრის ბენეფიციარებისთვის ახალი სიმღერა შეასრულეს, რომელიც ნოდარ დუმბაძის ლექსზე შეიქმნა. პრემიერას უკვე ცნობილი და საყვარელი ჰიტები მოჰყვა, რამაც დარბაზზეც იმოქმედა და ენერგიით დამოხდა. ძელდება ჩვენ მას ბლოგ ჩვენ გულებში, მაგრამ დათუნას სახელს და დიდებას ჩვენ ვამართლებ და მივყვებით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ესე ჩაერთო მთელი კულტურის სფერო. ჩვენთან რამოდენიმე ანსემბლი იყო, იადონი იყო, შვიდკაცა იყო, ეხლა ლურჯი იალქანი არის, რომელიც ჭიერში გამარჯვებული არის და მინდა რომ დიდი მადლობა მოუხადოთ. რაც ხედავდით, რომ ძალიან გახარებულები არიან, აღშოვანებულები არიან, ბევრ სიმღერებზე აყვნენ, იმღერეს ჩვენთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა სრულფასოვნებად იგრძნონ თავი და ნამდვილად არიან ესენი სრულფასოვნები და პლუს ამას მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს შემდეგშიც გაგრძელდება. პროექტი, რომელსაც კულტურის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის ახორციელებს, დათუნა ჟღენტის ხსოვნას ეძღვნება და მაისამდე გასტანს.